2 13. 2 13. 2x კვადრატი 3. ჯერ უნდა გავაკეთოთ აქ, ჯერ გამსაზღვროთ ნიშანი ორივე პლუსია და იქნება პლუსი, ანუ გამოსახულების წინ ნიშანს არ დავწერთ, შემდეგ უნდა გადავამრავლოთ კოეფიციენტები, ანუ 2 ჯერ 3 კოეფიციენტად ექნება და x კვადრატი რო x კუბზე გავამრავლოთ, ტორფუძიანი ხარისხების ნამრავლის დროს ხარისხის მაჩვენებლები უნდა შევკრიბოთ. ანუ x ხარისხად 2+3 იქნება. 2 ჯერ 3 არის 6, 2+3 არის 5. ანუ მივიღეთ x ხარისხად 6, x ხარისხად 5. გადავიდეთ მეორეზე. მეორეში -6p კვადრატი უნდა გავამრავლოთ -2p ხარისხად 4-ზე. გამსაზღვროთ ნიშანი, მინუს ჯერ მინუსი არის პლუსი, შემდეგ კოეფიციენტები 6 ჯერ 2 იქნება კოეფიციენტი და ხარისხი იქნება p კვადრატი რო p ხარისხად 4-ზე გავამრავლოთ, ტორფუძიანი ხარისხების ნამრავლის დროს ხარისხის მაჩვენებლები უნდა შევკრიბოთ. ანუ p ხარისხად 2+4 იქნება. 6 ჯერ 2 არის 12, 2+4 არის 6. იქნება 12p ხარისხად 6. გადავიდეთ მესამეზე. -8d გამრავლებული -2d კუბზე. გამსაზღვროთ ჯერ ნიშანი, მინუს ჯერ მინუსი არის პლუსი, შემდეგ კოეფიციენტები გადავამრავლოთ, 8 ჯერ 2 არის 16 და d რო d კუბზე გავამრავლოთ, ხარისხის მაჩვენებლები უნდა შევკრიბოთ. d-ს ხარისხად 1 ეგულისხმება, ამიტომ d ხარისხად 1+3 იქნება. 1+3 არის 4. მივიღეთ 16 d ხარისხად 4. გადავიდეთ მეოთხეზეც. -5p კვადრატი გამრავლებული +4p კვადრატზე. ჯერ ნიშანი გავსაზღვროთ, მინუს ჯერ პლუსი არის მინუსი, შემდეგ კოეფიციენტი 5 ჯერ 4, 5 ჯერ 4 არის 20. შემდეგ b კვადრატი რო b კვადრატზე გავამრავლოთ, b ხარისხად 2+2 უნდა დავწეროთ, ანუ ხარისხის მაჩვენებლები უნდა შევკრიბოთ. 2+2 არის 4. მივიღეთ ნიშანი -20 b ხარისხად 4.